ლოლის პიკანტური სურნელით გაჯერებული ნებისმიერი არავეგეტარიანელი საყვარელი საკვებია, მაგრამ მაღაზიაში მისი შეძენისას ყურადღების გამახვილება განსაკუთრებით დაგჭირდებათ. პირველ რიგში ის უნდა იყოს კარგად გამომშრალი, თითის დაჭერისას მას არ უნდა ჰქონდეს ტენი, უნდა ჰქონდეს ეტყობოდეს მარილის ნაწილაკები, ეს ეხება ვაკუუმშეფუთვის გარეშე სარეალიზაციოდ განთავსებულ ლორს და ამასთანავე უნდა ჰქონდეს სასიამოვნო არომატი. არ უნდა შეიმჩნეოდეს მასზე სისხლის კვალი. ხოლო ვაკუუმშეფუთვაში ლორს უნდა ჰქონდეს მკვეთრი ვარდისფერი, ეს არის ჯანმრთელი პროდუქტისათვის, ჯანსაღი პროდუქტისათვის დამახასიათებელი შეფერილობა, არ უნდა ჰქონდეს რბილი კონსისტენცია, უნდა იყოს მყარი და ერთგვაროვანი მასის უნდა იყოს. როდესაც ვხედავთ პროდუქტს, არ აქვს ქარხნულია თუ კუსტარული, შევხედოთ პირველ რიგში გამოშვების ვადას და აი ლორს შევხედოთ, არის თუ არა ის ცხიმი ყვითელი ფერის. თუ ცხიმი გაჭრის შედეგად რომ გავჭერთ არის ყვითელი ფერის, ეს ნიშნავს რომ ის უკვე გაფუჭებული. ზოგადად ხორცს ბაქტერიებისგან დასაცავად ბოლავენ, მანამდე კი მას ამარილებენ, მაგრამ ქარხნულად და კუსტარულად დამზადებულ ლორში მარილის სხვადასხვა კონცენტრაციაა. რაჭული ლორი შებოლვამდე მარილდება და ამ მდგომარეობაში რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩერდება. შემდეგ კი ხორცი სპეციალურ ოთახში გადააქვთ, სადაც მას კვამლში ატარებენ. ამ შემთხვევაში ლორში მარილის კონცენტრაცია 25%-ს აღწევს. რაც შეეხება ქარხნულად დამზადებულ პროდუქტს, ტექნოლოგიური პროცესის დასაჩქარებლად ხორცს მარილს ხშირად მხოლოდ გემოს გასამძაფრებლად უმატებენ და საბოლოო ჯამში მასში მარილის კონცენტრაცია მხოლოდ 3%-ს აღწევს. სხვადასხვაა გასაყიდად გამზადებული პროდუქტის შებოლვის ტექნოლოგიაც. გაადვილებულია ლორის დამზადების პროცესი და ამისათვის ისინი იყენებენ შებოლვის არომატის მქონე სხვადასხვა ნივთიერებებს, რომელიც პრაქტიკულად არ შეიცავს ბენზპირენს. ბენზპირენი ეს არის კანცეროგენული ნივთიერება, რომელიც შებოლვისას წარმოიქმნება და ყველა შებოლილ პროდუქტზე გადადის. შებოლვის ამ მეთოდის გამოყენებისას მასზე შეიძლება მოხდეს პროდუქტზე სხვადასხვა მავნე ნივთიერებები, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის შესაძლოა აღმოჩნდეს საზიანი. გაითვალისწინეთ, რომ ცივად შებოლილი ლორი გაცილებით დიდხანს ინახება, ამასთან კი მას ღია ფერი აქვს. რაც შეეხება ცხლად შებოლილს, ის უფრო მუქია და მბზინვარე. შეფუთული ლორის ყიდვის შემთხვევაში დაიმახსოვრეთ, რომ გარსის გახსნისთანავე ლორი შეფუთვიდან უნდა ამოიღოთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ კალორიებს დიდ ყურადღებას აქცევთ, ჩაანაცვლეთ ღორის ხორცის პროდუქტი ინდაურით ან ქათმით. ქართულ ბაზარზე ლორის ეს სახეობებიც საკმაოდ გავრცელებულია.